ბატონო სარჯალაძემ რაც ისაუბრა, ეს არის ყველაფერი აბსურდი და სიცრუე. ისე თავისი ბინძური იმებით საუბრებით ცდილობს პრეპარატების გაშავებას, როდესაც ვიცით, რომ ეს მედიკამენტები ძალიან მან კარგ შედეგებს დებს. მოსიარულე ბავშვები, ვინც არიან მაგათთვის, რა თქმა უნდა, გადაავადებს ეტლს ჩაჯდომას და ვინც უკვე ეტლში ზიან, სასუნთქი აპარატების გარეშე იქნებიან ჩვენი შვილები. ჩემი შვილი მაგალითად ეტლს მჯდომია. ყავს ისეთი პაციენტი, მაგალითად ამერიკაში ერთი ჩვენი პაციენტი ქართველი ბავშვი, რომელსაც ერთი სართულის ასვლა უჭირდა და უკვე 7 სართულს ადის ამ მედიკამენტის მერე. ეს მედიკამენტი არის გენური თერაპია ელევიდისი. კიდე ყავს ერთი პაციენტი, რომელიც იმყოფება იტალიაში და იღებს ჯივინოსტატს. ძალიან კაი შედეგები აქვს, აი დედის ჩანაწერიც არის გააშკარებული, ყველგან გავასაჯაროეთ და წერენ უკვე მშობლები ამაზეც და ვიცით ეს რა შედეგებს დებს და მესამე ვამოროლონი გერმანიაში იღებენ ამას, ეს არის სტეროიდი. ეს პრეპარატები არის ყველა ამ ბავშვებისთვის გადამრჩენი და მეოთხე ეგზონსკიპინგები ისედაც დაარეგისტრეს საქართველოში და რატო დაარეგისტრა ბატონმა მინისტრმა, რატო არ შეისწავლა თუ ესეთი არაეფექტური და ესენი ქონდა, რატო დაარეგისტრეს ჩვენს ქვეყანაში. ეს ადამიანი წელიწად ნახევარი გვატყუებდა და იგივეს აგრძელებს. და ამ დროის განმავლობაში ჩვენ კარგავთ პაციენტებს და ჩვენ ლოდინის დრო ნამდვილად არ გვაქვს.